ორი კანაკაცი. გამარჯობა. ეს კახა კუკავა და ბენდუკიძე ყოფილან დაძმა. ჩემი ბიძაშვილი არის კუკავას დაცვაში და იმან მითხრა. არ დავიჯერებდი, მაგრამ ესია. ეს აკუბარდია და გუბას სანიკიძე ყოფილან რძალ დედამთილი. ჩემი ბიძაშვილია მაგათი მული და იმან მითხრა. არ დავიჯერებდი, მაგრამ ესია. ეს დასუფთავება მიუბიათ დენზე. ჩემი ბიძაშვილია ნაგავი და იმან მითხრა. ჩემს ბავშვობაში ვყოფილ ვარ ძალიან ცელქი. ძალიან. მე ვინაც გამზარდა იმან მითხრა. თურმე ეს დოდოშკა ყოფილა ტყუპები. აბა დოდოშკა ყოფილა ტყუპები და ვერ ანცალკევებენ თურმე. ძეები ხდება, მე არ ვიცი. ამ ქვეყანაში რა ხდება. ეს თურმე ეს ტურისტებს თურმე ჩაუტარებენ მასტერ კლასებს. აბა მამა ჩემია ღია კარის დღე და იმან მითხრა. ესეთი რაღაცები ხდება. ხაშურს თურმე აკეთებენ, თურმე ძალიან კარგად აკეთებენ. ესეთი რაღაც გავიგებ, არ დავიჯერებდი, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი აფერისტი და იმან მითხრა. ესო ხაშურსო აკეთებენ ძალიან კარგად. თურმე დუპატატატატატუტატატა. ტატატატატუაპატაპუტატა. ჩემი ბიძაშვილია 2 წლის და იმან მითხრა. თურმე ეს გოჩა ჩეტკოევი იმიტოზის სულ შლაპით, რომ ყოველ გადაცემაზე ახალი ნაბანავებია. არ დავიჯერებდი, მაგრამ ჩემი ბიძაშვილია ნაბანავები და იმან მითხრა. ჩემი ბიძაშვილია მაგაზე გამახსენდა, მინდოდა მე თქვა თქვენთვის, თიკო სადუნიშვილი არ არის მეთქი სვეცკი, ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ისეთი გუდისყველი მაჩუქა, რომ ამას ვეღარ ვიტყვი. ესეთი შესანიშნავი გუდისყველი მაჩუქა. თურმე მონოლოგის ბოლოს შესანიშნავი ყოფილა ტაში. არ დავიჯერებდი, მაგრამ თურმე მონოლოგის ბოლოს შესანიშნავი ყოფილა სტვენა. მამასაც არ დავიჯერებდი, მაგრამ თურმე მონოლოგის ბოლოს შესანიშნავი ყოფილა ოვაციები. არ დავიჯერებდი, მაგრამ მონოლოგის ბოლოს შესანიშნავი ყოფილა გოგონები, რომ მაიკებს იხდიან და ლიფებს რომ გესვრიან. თქვენ არა ბიძიათ, თქვენ იყავით ისე როგორც ხართ, წარმატებებს გისურვებთ, კარგად განდევთ. გაწიე კამერა. ნუ მიღე მეთქი. აუ ნუ მიღე პაპარაცების რო არ არის. ნუ მიღე პოლიციამ დავლეკა ვიცი. რა გააჩერე? ალო რა შენი და აი მე მაგარი დაცხა ემენა. მაგარი დაცხა. რა ჩუბი ენა? დამბეკაცია დასაქმება.
გადაცემა, სადაც მღერიან. ეს არის გადაცემა, სადაც ხუმრობენ. ეს არის გადაცემა, სადაც ერთ-ერთმა წამყვანმა 3 კილო დაიკლო. არა, შენ ზიარონობ, გიორგი. შენ თაზე მოხლა. ბო. იცი რა არის სალომე? ძალიან მოსაბეზრებელი გახდა ეს შენი ხუმრობები ჩემზე და ისიც მოსაბეზრებელია რომ ღერი ხოლმე მინი სცენები თუ რაღაცებს. აბა რა ვქნათ. მოდი ახლა იმღერე როკის სტილში, რეპის სტილში, soul-ის სტილში და რა თქმა უნდა მე გეტყვი კიდე ერთ რაღაცას საკეიფო სტილში. ოპერა. ჯერ. ოპერა? ხო. კარგი. აბა მიდი. მინისენები. კარგი, გადადი, ეგრევე გადადი. სხვაზე გადადი. ფანორი. საკეიფო ქვია მაგას. ხო, საკეიფო სიმღერა. მინისენები. კარგია. დაუარე სალომე, დაუარე. კარგი. ეხა ის იყოს, რეპი. მიდი აბა რეპი. დამანახეთ ყველამ ერთად თქვენი ხელები, ახლა სცენაზე იქნება მინისენები. არ გადაიღოთ, ეს არ გადაიღოთ. კიდე რა დაგრჩა? არაფერი, წავიდეთ ახლა. არაფერი? ეხა ჩაულებრივად იმღერე, რომ რასაც ეხა იმღერებ, იმას გაუშვებ ეთერში, წინებს არ გაუშვებ. რატო? მიდი, იმღერე. მინისენები. კარგია, ეს ჯობდა. მინისენა კლუბში. გამარჯობა. შეიძლება ვისეკო? შეიძლება? ხო არ დალევ რამეს? დავლევ. მოდი მარტინით დავიწყოთ, ხო? კი ბატონო. ორი მარტინი. აყვარელი ბიჭი ხარ? კარგია, ხო? მოდი ახლა დავლიოთ ორი ვოდკა Red Bull-ი, ხო? დავლიოთ. კარგი, მოდი. აჰა. დავლიოთ. აუ, მაგარია. ძალიან მაგარი გოგო ხარ, რა? შენ აქ ცხოვრობ, ხო? იმ ბინაში ცხოვრობ, ხო? კი, აი. აი ბინაში, ხო? მესამე სართულზე. დავავიდეთ რა შენთან, რა? ავიდეთ? ო, ავიდეთ. მარტო ვარ. მართლა ძალიან მაგარია, ავიდეთ. ავიდეთ. წამო. აქ ჩუმად მეზობლე არ გაიგონა, ხო იცი რა მეზობლები არიან მე ჩუმად. აი სახში რა. შევედით სახში? კარგია, ძალიან კარგი სახლია. ხო, 700 ლარი გაქვს გადასახდელი და 3 თვეა დაგდებ, რომ ემალები, რა გონია? მინისენა ჩხუბი. ვაშკა. ოდია. მომისმინე, ბიჭო. მაგოგოს ხო არ გაეკარები ახლოს, გამიგე? ერთს რო გეტყვი ხო მეორე აღარ დამჭირდეს გამეორება. გამიგე ბიჭო, მაგოგოს ვაფშე შეეშვები და ახლოს არ მიეკარები. გასაგებია ბიჭო. კი ბატონო, მაგრამ ექიმი ვარ, გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო. ფორმულა 1 სხვადასხვა ქვეყნებში. Formula 1 ამერიკაში. You ready? Yeah, okay. When the green light shines, go. Red, yellow, green, go. Formula 1 русский. Когда зеленый получится, тогда выезжай. Я готов, все. Готов? Да. Красный, желтый, зеленый. Давай. და ბოლოს ფორმულა 1 საქართველოში. წახარ? კი. წვანე შუქი რო ინთება, უნდა წახვიდე. წითელი, ყვითელი, წვანე, წავიდე. მოიცა. აი ხა მოუნდა, გაიარე რა ჩემი ფორმულა 1-ია. ქართველი მოდელი და პაპარაცი. ვა, მოდელი. ნუ მიღებ. გაწიე კამერა. ნუ მიღებ მეთქი. აუ, ნუ მიღებ პაპარაცებით რო არ არის რა. ნუ მიღებ, პოლიციაში დავლეკავ, იცი. პოლიციაში დავლეკავ, ნუ მიღებ. ნუ მიღებ. სალიტა. საწავიდა ეს გოგო. რა მოწოთ ამ გოგოში მე არ ვიცი. კარგი, ყოველგვარი ხუმრობის, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, წარდგენის გარეშე ნიკა ქავთარაძე თქვენ შოუში. კაში თქვენს ამოთ. როგორ ახლა ნიკუში? ძალიან კარგად ვარ, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და ესეთი კარგი პუბლიკის ესე დახვედრებისთვის. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ნიკა. საქართველოს მაკულობასაც მინდა ვთქვა, ვინც არის ის და გავიხსენოთ, რომ პირველად შენს გადაცემაში გამოვჩდი მე.
კი. მოდი ნუ გავიხსენებ ზუსტად რამდენი წლის წინ იყო ეს. ხო, ფაქტია. ძალიან დიდი ხნის წინ იყო. და შეიძლება ჩაითვალოს, რომ პირველი მამაკაცი ხარ ჩემს იუმორის სტულ სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან გაატარე პირველი იუმორისტული ღამე. ეს ძალიან მაგარი იყო, შეიძლება თან მარტო არ ვიყავით, იმდენი მაყურებელი გვყავდა. კი, ჩვენ თავიდანვე უფრო კარგი მხიარულებისთვის ჯგუფურ პირველ ღამეს ვანიჭებდით მე თუ პირატესობა. ეს ძალიან კარგი იყო, მეგობრებო, პირდაპირ და ირიბი გაგებით ძალიან ბევრი ვიცინეთ, იმიტომ რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო სულ სხვანაირად გაეკეთებია პაროდიები და სულ სხვა ხასიათი და სიღრმე წამოეღო პერსონაჟიდან და მე ავტომატურად ვიყავი, არა მარტო მე თელი ჩვენი სამეგობრო. მე როგორც გავიგე, ლექციებს კითხულობ იუმორში. კი ბატონო, ლექციებს ვკითხულობ იუმორში. იუმორი მე-6-ე გზნობა, ასე ქვია. და რა ხა წელს როგორი ნაკადია, ღადაობენ? სტუდენტების როგორი ნაკადია? იცი რა არის? ნუ მინიმუმ არ მეღადავებიან. ეს უკვე საქმიანი, ხო ხტები, იუმორისტული ლექცია რაღაც ესეთი, ხელფასიც იუმორისტული გაქვს? თუ არის ესეთი არასდავალება თქვა. ხელფასი იუმორისტული არა, ხელფასი მაქვს კომიკური. კომიკური. კი, ძალიან, დაახლოებით როგორი ხარისხის კომიკური. აი რო იხარხარებ თუ აი სიცილით მოკვდები. აი პენსია, წარმოიდგინე ყველა სასაცილო პენსია და იმაზე ორჯერ სასაცილო ხელფასი. მე თმა არ გაგახსენოს ყველა სასაცილო პენსია შევარდნაძის დროს იყო. აი შევარდნაძის დროს რო იყო პენსია, ეგეთი ხელფასი მაქვს, მაგრამ ხელფასი არ არის აქ. აი დავალებათ რასაც ეხვალ მაგალითად ქალთა სახეებს ჭიჭიკია და ბიჭიკიადან. არა. ქალთა სახეები მიხოს რო შეუსწრებს, მარო ქალთან. აი ქალთა სახეები მანდ არის საინტერესო. მაგას რამე ფუნქცია აქვს, სხვა ფეხსაცმელია მარტო და ტოსტერა დამუშავება რაღაც. ეს არის ინდივიდუალური. ეს არის აი შეხედეთ. გიორგი აფციხა წამში მომაფიქრა. გიორგი აფციორერი კაცი, რომელმაც უნივერსიტეტში კავეენი თავიდან ბოლომდე მოიგო მარტომ, ერთი გამოვიდა და რამდენიმე თამაში ითამაშა მარტო მოიგო. და როგორც აღმოჩნდა, გიორგი აფციაურს პუბლიკაც არ სჭირდება, იმიტომ რომ ხუმრობას იტყვის და მე ამას იზარს და ტყავ. არის ეგრე. ძალიან უშემაწუხებთ ხოლმე თქვენ თვითონ დაუკარით დაშა. შენ რა უნდა მოსულიყავი ნიკა, მე ჩავიხედე, ბევრი რაღაც ვიცი შენზე ხარ რაში მჭირდებოდა, მაგრამ მაინც ინფორმაცია გადავამოწმე, რომ რაზე შეიძლებოდა ხუმრობა მოფიქრებული. სად ინტერნეტში არის ბევრგან, ხო და ერთი ხუმრობა თავისით ამოვარდა. ხო. ნიკა ქავთარაძემ თვები გადაინერგა. ეგ არის შავი. ეგ არის შავი იუმორი. მივიდოდი არის თავ გადახოდები. გაამართლა იმ ოპერაციამ? და აი რა როგორ პასუხი უნდა გადავწეს? ბატონო. მეუბნები რომ მე უბრალოდ ძალიან დიდი ნაწილი მქონდა ესე ვთქვათ უთმო და ამიტომ არ მაკმაყოფილებს ის თმები რომელიც ამომივიდა. თქვენ უფრო მოგიხდებათ, იცით, იმიტომ რომ თქვენ დამწყები მელოდი. შენ როგორც იცი ინტერნეტში გაქვს რაღაც თერაპიული კურსი, ხო? რაღაც დეპრესიულ ადამიანებს ეხმარები. ადამიანები იმდენად გავლენის ქვეშ არიან საზოგადოებრივი აზრის. საკუთარ პრობლემას უყურებენ როგორც საზოგადოება უყურებს და ძალიან დადგმულები არიან და ჭირდებათ ვიღაცა ვინც ცოტა სხვანაირად შეახედოს ამ პრობლემას. იმიტომ რომ ქუჩაში ისეთ რაღაცებს გაიგებ, მაგალითად, რომელიც გიყალიბებს სტერეოტიპებს. აი ძალიან სასაცილო რამ გუშინ ვიხსენებდი. ეგეთი ჭორი გავრცელდა და საზოგადოებამ ძალიან ადვილად აიტაცა. მაგალითად, მეგობრებო, რომ ერთ-ერთი ციფრული ტელევიზია, თქვათ რა მნიშვნელობა აქვს, სიგტივი როცა ყენდებოდა, ესეთი ჭორი გავრცელდა, რომ სიგტივი არ დააყენოთ. შენ ხო ქონდა რაღაც რუბრიკა ჭორები? ჭორები, კი. სიგტივი არ დააყენოთ, იმიტომ რომ სიგტივის რო აყენებ, მე იქიდან ტელევიზორიდან გიყურებ. აი წარმოიდგინეთ თქვენი თავი რა, აი წარმოიდგინეთ, რომ დავაყენეთ სიგტივი და რა ხდება რა, არ ვიცით ამის შესახებ. აი ყველაზე მოსაწყენები ხართ, როცა ტელევიზორს უყურებ. და ეგ საიდან ზიხარ და უყურებ და იქ ვიღაცა უსაქმური ზის და გიყურებს როგორ ზიხარ და უყურებ. აი და ზიხარ და აი მე გეძინება.
და მე გიყურებს სანამ არ გაგეღვიძება, იმიტომ რომ მანამდე არაფერი არ გააკეთეთ, ეგრე რო გაგეღვიძება მე გააკეთე. და რა მაგარია თან ფეხბურთს რო თამაშობ ან რაღაცას და რო ემატებიან იქით 2, 3, 4 და თან პივებით რო გიყურებ. და შენ ზიხარ. შენ რო უყურებ ფეხბურთს. მიდი ბარსელონა ისინი ხო ამ დროს ფეხბურთს ვერ უყურებენ, იმიტომ რომ საქმე არ საკეთებენ და უყურებენ შენ როგორ ბალეში გულჩემა. ანუ დებით უყურებენ. მესი და მესი ყუდალებს. ძალიან სასაცილოა. უფრო სასაცილოა დაუშვათ, როდესაც შენ უყურებ რაღაც ეროტიულ ფილმს. ხო. საინტერესოა. ის ადამიანები ამ დროს ასაკეთებენ. ის ადამიანები ამ დროს უყურებენ შენზე ეროტიულ ფილმს. და რეალურად ხო ტელევიზორთან არ ვაკეთებ თუ რა ცუდ რაღაცებს, აი რა შეიძლება გავაკეთებ, წავიდეთ სად, ძალიან მაგარი არის ტელეფონს როგორ უსმენენ. მინახავთ, აი მე მინახავთ, საქართველოში ხო კრიმინალი ძალიან ღრმად არის შესული, არ არის აუცილებელი კაცი ყაჩაღი იყოს, მაგრამ ეს კრიმინალური მოდი რუსულ სიტყვას ვიტყვი მაინც რადგან კრიმინალზე ეს ვიკროიკა, აი კრიმინალური და ძმაო და ეგეთი, აი ხო ყველას აქვს, სულ ყველას აქვს. მეც ხო რაღაც დოზით. მე მაქვს ვოზდუხობში. ვოზდუხობში. ნუ შენ მაინც ისეთი ტერიტორიიდან ხარ წამოსული რომ იქ იმენ და ვოზდუხი იყო. ძალიან საინტერესოა ტელეფონზე რო გისმენენ როგორ აი მე მინახავს გვისმენენ და ტელეფონს ხო თავენ მე ხსნიან, იღებენ აი ელემენტს, იღებენ ბარათს და ესე გაწყობილი აქვს და მე იწყებენ საუბარს. ბიჭო, რა ვქნათ ის 200 ლარი სად ვიშოვნოთ? ან რაღაც აი დებილეს თემაზე რა. მე რაღაც აწყობ. ეხლა კიდე ადვილია. იმ ტელეფონს რა დაშიდა, ესეთი დასაკოქი რო იყო. იმ ტელეფონს არ უსმენ. ხო, რა, ამებს უსმენ. არა, რო გვისმენენ და სოთან რო გაივლი. რამდენი მანქანა დადის. მანდ რაც დადის ყველაფერს უსმენს. ის ოთახი წარმოგიდგენიათ ხალხო. აი ის ოთახი წარმოიდგინეთ, სადაც შედის ხმა, სოდთან რაც ხდება. ბიბი, რა გააჩერე? ალო, რა, შედინე. და აი ეს საზოგადოება ჯერა და მე კიდე შანს ვაძლევ რომ ნუ იქნებიან ესეთი სტერეოტიპული. შენ ამაიდეს ანუ პოლიტიკაში წასვლას ხო არ აპირებ? არა, მე პოლიტიკიდან მოვედი. აი საინტერესოა თქვა რაღაც პოლიტიკური პარტია რო შექმნა, ან გავაკეთოთ მოდი რა. სახელები მოვიფიქროთ რა, ხო არ? ძალიან საინტერესოა. იუმორისტული სახელები. კი ბატონო, იუმორისტული სახელები ძალიან მაგარია. შეგვიძლია, მაგრამ იუმორისტული პარტია უნდა იყოს, აი რო გამოდიხარ, ამობ რომ ჩვენ ვართ იუმორისტული პარტია. ანუ მოლოდინი რო არ იყოს, რომ ეხა ეს თან გადავკლობა და მე გადაგვაგდო. არა რა, ჩვენ მოვა და დაგხოცავ ციცილი. აი მაგალითად ჭიჭიკია ყველა ოჯახს, ესეთ დაპირება. ბატონო, ჭიჭიკია ყველა ოჯახს, ძალიან საინტერესო არის მომწონს ეგ. ძალიან საინტერესო. კიდე რა ვიცი. მინიმუმ 99 ხინკალი თითოეული პენსიონერის ულუფაში. ხო შეიძლება ესე. კი, ეგეც შეიძლება. ან ძალიან საინტერესო, იცი რა შეიძლება? ისა რა ქვია? გაზი 10 თეთრი, დენი 5 წყალი უფასო. ხო, ეგ ძალიან საინტერესო. ან პარტიის სახელი ლეიბორისტული პარტია. ეგ საინტერესო. აი ძალიან საინტერესო რა ვიცი რომ მაგალითად იმის პარტია რო ხარ. ესე ქვია და პირდები რომ აი ჩვენ თუ აგვიჩევთ ჩვენ იმას ვიზამთ. სოციალურად დაუცველ ფენებს იმას ვქნით და პენსიონერებს იმას უზამთ. და თუ იმას ვერ ვიზამთ და არ აგვიჩევთ, იმან გიშველოთ. ხო, იმან გიშველოთ, ვინც ამას ვერ გიზამთ. ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს იმას ვქნით. მე ვერ შემოგადავებიან. ბიჭო, რო იძახდი იმას ვქნიო, რა ქენი, რა ვქენი და იმას ვქენი. ფოტოშოპის მე მაქვს კადრები. შენთან რომ მოვედი პირველად გადაცემაში. ჩვენი პირველი ღამის კადრები. ჩვენი პირველი ღამის კადრები. მე გვი საინტერესო იქნება ხო რომ ვნახოთ. გამარჯობა. სხვა რამით არის ეს ბიჭი. გასხვავებულიდან ნიჭიერი გთხოვთ დაქტორი. ძალიან უცნაურია, ძალიან უცნაური. ნახოთ, ყველაფერი წინ არის. შევარდეთ სიყვარულესუდა. ეიო. ჩვენ ხა ორგანიზებულად უნდა ვიმოქმედოთ საკონკრეტულ სიტუაციაში. ეს სოფლიო ხოშე. ძალიან მაგარი, ესე იგი ოქროაშვილს ეკაიფებით ხოლმე ბატონო
მიშა ძალიან სასიამოვნოა მეც მაგალითად რომ აქ ჩემთან რომ მოიყვანა პრეზიდენტისა ოქროშვილი აუცილებლად ვეკაიფებოდი აი ძალიან დიდი სიამოვნებით ეგ ისეთი პიროვნებაა რომ მაგასთან დიდი სიამოვნებით ესე იგი ის უნდა ეკაიფო შეშია ტელეკომპანია მზე არჩევის ზღვარზე ამათ გოდიათ ახლა რომ სააკაშვილის ხელისუფლება არის სააკაშვილის ხელისუფლება არის ახალგაზრდა და ჩაფლავდება ნუ რას უკეთებთ დააგიმარჯოთ კარგი იყო შენ აშკარად წონაში გაქვს მომართული გიორგი წონაში ეს შეგვიძლია ვთქვა ხო არა მაგრამ გამოცდილებაშიც მე მინდა რომ ამ გადაცემაში რაღაც სიმღერაც ლაპარაკი ამოგივიდა ყელში ხო არა ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ ბიჭო ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ კი ერთი სიმღერა მოგიმზადეთ ძველი არის ადრე მოგიმზადე ეს გადაცემა რო არ იყო მაშინ ინკა ქავთარაძის მიესალმოთ თუ არ ყოფილხარ დიდხანს თბილისში ნახავ ბევრ ახალ რამეს გაგაოცებენ ლამპიონები დღისგან ვერ არჩევ ღამეს შეგებილია ყველა ფასადი ცეკვავენ შადრევნები და დღეს თბილისში ხარ თუ ლოს-ანჯელესში ამა შენ ვერ ხვდები ვერ დაიჯერე მაგრამ თბილისში სასწაულები ხდება გლდანში მეტროდან რომ ამოდიხარ დისნეილენდი ხვდება აქ არის ღამის კლუბები ნაგვისურნები და ფერადი შუქნიშნები კაცი ამდენ სიახლეს ერთად რომ ნახავს პირდაპირ გაგიჟდები თბილისი ჯობს ყველას ეიბელსანძა არბაცისანი მანჰეტენს ვაკე ბროდვეის გვდანი ნატოში რომ გახდება თემკა სოულის მეკა ბას მოიპოლკი გაჯაზდება ტურისტებო ჩამოდით ტაქსისტები გელია აქ შადრევნები ცეკვავენ აქ ხომბოთლები ძლერია თბილისში ექსოტიკა ბევრია აქ დისკოტეკაზე როდესაც შედიან ხაშლომას ჭამენ და ყანწებით ფრებიან თბილისი ჯობს ეიბელსანძა არბაცისანი მანჰეტენს ვაკე ბროდვეის გვდანი ნატოში რომ შევალ გახდება თემკა სოულის მეკა ბას მოიპოლკი გაჯაზდება მალე თბილის მოაწყდება ტურისტების ნაკადი ლონდონელი ჯესიკა ტამბოველი არკადი კანწები დაილევა ბაკარდი აკატა რუკატა რაპტაკტა გრიფტი დაგიბიაო შეყვარებულს დაშოდა ანდასარეს საშობდა Angry Birds ამაშობდა თუ საქმე იკუსობდა დილამდე აქ შემოდის ძილამდე აკეთებს პოსტებს ეს მე ვარ Facebook-ი ხახო ფოტოს რომ დებს ყვაც უნდა დათარგო ხატაბური
დაბანძეს და დამაგოიმეს ზურგი აციეს მეგობრის მეგობრებს არ ნახულობენ ხუთის პლიუსებს და აღარ ლაიქებზე გამცვალეს იცოდე თუ ეს არ ყველაზე ნაბაგი გაიხსენე ადრე ადნაშობი და ბრუნდით მომენატრე ხალხო ნასაიდე მინდა ისევ დაგინახო სასაცილო და საინტერესო პრიკოლები ახალი ვიდეოები ეს რა არის თვალებს ვერ ვუჯერებ კავკასიაც უჩვენებს 10 ნახვას მე ვარ ნივთიერი სპონსორი YouTube-ის უყურებს ხაშური ან რამეს პოვნა გინდა შენ პროფილი არ გინდა Google გამოგადგება განსაცმელი გსურს ყოველდღიური ნუ და ტანჯეციური გუგლში მოძებნე ბევრი აფარი ფიქრო 1000 სრიმას ნახავ ჩემთან რომ დასერჩო ამ ბოლო დროს სუნთრალი დადიხარ. სუნთრალი დადიხარ, გატიალებული დაგინახე. კარგი რა, უბრალოდ ნასვამი ვიყავი და ცუდად გავაჩერე თუ ამას გულისხმობ. ნასვამი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ტანკით არ უნდა დადიოდეს. არ შეიძლება რომ ტანკზე იჯდე და ისე დადიოდე. მე რამდენად გაგკიცხო? ანტინარკოტიკული კონცერტი. თქვენ შუა. მართლაც ქალბატონებო და ბატონებო, მე ვარ ანტინარკოტიკული მოძრაობა საქართველოს ნარკოტიკების გარეშეს თავმჯდომარე. დღეს თქვენს წინაშე ნადგურდება 50 ტომარა მარიხუანა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს კონცერტზე მოწვეულები იქნებიან ცნობილი მომღერლები. უკაცრავად მოცეკვავეები იქნებიან მსახიობები. მოკლედ ძალიან მაგარი კონცერტი იქნება და პირველი მონაწილე პატარა ნიკუშა სადრაძე წაიკითხავს ლექს. Seicinis chiti galos delia es patara mindorveli chemia 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 me var erti tsida me sicili minda ha 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 გაგაცნობთ ერთ სასიამოვნო ინფორმაციას. დღევანდელ კონცერტში საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა 2-5 გამაგრდებელი სასმელი, რომელიც ჩვენთან კულისებში დევს. 2-5 არა, 1-5 და 18 ბოთლი, 1-5 და
7 ბოთლი, 1 და 3 ბოთლი, 1 მეც დამიტოვეთ ცოტა, მანამდე კი ქორეოგრაფიული ნომერი დამიტოვეთ მეც. ერთი ინფორმაცია უნდა გაგაცნოთ. ჩვენ მონაწილეს დაეკარგა იასამნისფერი პუდელი, რომელიც პონოლულად ლაპარაკობს და დაფრინავს. ვინც ნახავს, თუ შეიძლება გვათხოვეთ ცოტა ხანი. გამარჯობა. გამარჯობა. კონცერტის მონაწილე ხარ? არა, მონაწილე არა, მაგრამ ვიდგები რა, მაგარი კონცერტია ძალიან, სიგნები. აია. მომისმინე, არა, უნდა ჩახვიდე. არა, ბიჭო, აქ კარგად უბერავს, ნიავი რა. დაცვა. კაი კონცერტი არის. აუ, სასწაულის. გაიყვანეთ, თუ შეიძლება. აუ, გაიყვანე რა, მე მაგრად მეზარება. აუ, მინდი გაიყვანე რა, ძალიან, ხო? გაიყვანე. მაშინ სამართლიანად გადავწყვიტოთ. სამართლიანად გადავწყვიტოთ და ვინც წააგებს, იმან გაიყვანოს. წეროები. მიფრინავენ. Так. ხო. დაბები. 11,000. 1 2 3 აუ, მომისმინეთმა. აგერ ეს მაგრად გაგისწორდება და ჩადი რა გთხოვ, რა სენია. აიხარე, ძმა. ახლა კი თქვენ წინაშე მინდა მოვიწვიო ცნობილი მელექსე ალექსანდრე. აცივი ვნახე დაჭრილი. ვაღორნებს ეუმებოდა. ეცა და ბეჭა ვადგომას, მაგრამ ვეღარა. აცივი დაჭრილი და მე პატარა პოეტი ვარ. გამოდივარ სცენაზე. რა დროს ჩემი ლექსებია? ცუდად ვარ ყველაზე. ახლა კი მაგარი დაცხა ემენა. მაგარი. ჩვენ უკვე გავანადგურეთ 50 ტომარა მარიხუანა და ისევ ვაგზელებთ. ახლა კი თქვენ წინაშე უნდა ყოფილიყო ცეკვა, მაგრამ ერთ-ერთი მოცეკვავე დაიგრუზა და მის მაგივრად მე ვიცეკვებ. მუსიკა. მაპატიეთ ცოტა ავიჭერი. დაცვა გაიყვანეთ თუ შეიძლება. 4006 4007 4008 მე მანამდე კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ. დაიკარგა 59 წლის ჯიმშერ მალაზონია, რომელიც ტირის და მშობლებს ელოდება გასასვლელთან.
კონცერტის ორგანიზატორი თქვენა ხარ? მე ვარ ახლა მშობელი, ბავშვთან ერთად მოვედი და ვიფიქრე ბავშვი გაერთობა მეთქე ხა კონცერტი. რა არის ეს? რა ნომრები გამორ? რა საკეთებთ? რა სიბაშვებით? რა კონცერტი? რა კონცერტი? არა, მაგარი კონცერტია საერთოდ. მამიკო, ცოტა ხანი ვიყოთ, მამიკო, რა ცოტა ხანი. კიდე ძმაო, ფიქრობდი. ჩვენ ვაგრძელებთ ნარკოტიკული საშუალების განადგურებას. აი, კონცერტი უკვე? კი, დაიწყო. დიდი ხანია ხო იგდა? ძალიან დიდი ხანია. გამოვაცხადე? არა, მე გამოვაცხადებ. მე გამოვაცხადებ ნომერს. აი, კონცერტი. ახლა მე მინდა პროდიუსერს ვთხოვო ჩართო საფინალო სიმღერა. არა, ეს გამორთეთ. თუ შეიძლება სხვა სიმღერა ჩართე. მე პროდიუსერი მატყობინებს რომ მას კიდია და ხოლოდ ეს სიმღერა უსწორდება. ზუგდიდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ აქ იწყება სამეგრელო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ადმინისტრაციული ცენტრი სამეგრელოში და თუნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია. გავრდი. როგორ დადებ? ხო ხარ კარგად. მე ყველაფერი მიდის კარგად, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია. გავრდი. როგორ არის? გავრდი. როგორ დადებ? ხო ხარ კარგად. როგორ? როგორ დადებ? კენ ჩამოარდიდე ხელი. შევო, ხოთი. სხვათაშორის მინდა აღნიშნო, ეს ბავშვი წნახელებს ბავშვია და ეს ბავშვი არის დასაქმებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. როგორ დადებ? როგორ? უკრაინიდან ჩამოვედით მე სანახავად უკრაინიდან. უკრაინიდან ჩამოვედით. ძალიან მიხარი. როგორ პატარა? იშა. როგორ დადებ? არ მოდი. როგორ ახარ? დასაქმებული ხარ? პატარა როგორ? სანდუიჩი. როგორ დანდები? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ დანდები? ხო, თავარია, ყველაფერი კარგად არის. როგორ დანდები? ხო ხარ კარგად. თავარია, კარგად ხარ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წავიდეთ, ხო ავიდეთ სცენას მე. მე მინდა რომ ეხლა მთლიან ზუგდიდს მივმართო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა მივესალმო მოსულიეთ ზუგდიდს. ზუგდიდს გაუმან? 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 ძალიან კარგი. ძალიან მოწონს. მე დაახლოებით ახალი ავტობანის საშუალებით დაახლოებით 30 წუთში ჩამოვედი ზუგდიდამდე. თქვენ წარმოიდგინეთ მანქანით რო ყოფილიყავი რა სწრაფად ჩამოვიდო. მინდა თქვა რომ 30 წუთში ჩამოვედი და სადღაც 1 საათში ჩემი დაცვა შემოგვიერთდება. ჯერ გორთან არიან ისინი. მე რა თქმა უნდა აქეთ რომ მოდიოდი
მალე მინდოდა შემოსვა, მაგრამ ვიღაცას აქცია მოუწყვია, ვიღაც ვიგინდარას. სახეს და გვარს არ დაასახელებ, შარლო ნათელაშვილი. მე აქეთ მოდიოდი, გამოვიარე გაკეთებული თბილისი, გამოვიარე გაკეთებული ქუთაისი, გამოვიარე გაკეთებული მცხეთა, უკან დავბრუნდი. გამოვიარე ისე ქუთაისი, გაკეთებული ქუთაისი. მე ხაშურთან ცოტა წაუძინე. და მე ისე გამოვიარე ზუგდიდში და ზუგდიდი არის ერთ-ერთი პირველი ქალაქი საქართველოში. მე მინდა გითხრათ, რომ მე მიიღე გადაწყვეტილება, რომ თბილისის აეროპორტიდან ზუგდიდამდე გავწელოთ ელარჯი. და ტურისტების წამოჭამით ჩამოვლენ აქამდე. რა არის მაგ რა ხდება? რა ჩხუბია მან? რამდენი კაცია დასაქმებული? მე ასევე ვიღაც ჩვენს სარეკეთილ მოსულნეებს და ვიგინარებს გონიათ, რომ მეურნეობა არ მიდის წინ. საქართველოში მიდის მეურნეობა წინ, ძალიან წინ მიდის. და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს, რომ ამდენ მიწებს რამოულის, ამდენ მიწებს როგორ დავხმევთ და ასე შემდეგ. მე მიიღე გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ადამიანს სამკერვალო ფილმებს მივეცი შეკვეთა, რომ თითოეულ ადამიანს ქუსლზე დაუმაგდება პატარა გუთანი. ადამიანს თუ მიდის თან ხნავს, შეყარებულები თუ მიდიან კინოში თან მიდიან თან ხნავენ. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ დავამზადებთ სტუდენტი ქარდები, სტუდენტებს გადაეცემათ სტუდენტი ქარდები, გლეხებს გადაეცემათ გლეხი ქარდები, ტახებს გადაეცემათ ტახი ქარდები და პუნდის და მედედებს გადაეცემათ ღორი ქარდები. ერთია საქართველოს გაუმარ! 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 ძალიან კარგი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. აქ სულ აქ ძალიან ახლოს შედება ახალი ქალაქი ლაზიკა. და მე მინდა ტანში დავუდგათ ამ ახალ ქალაქს. მე მინდა გითხრათ, რომ ლაზიკას ისტორია არის შემდეგნაირი. ლაზიკა იყო პიროვნება, რომელსაც ყავდა პატარა პაზიკა. ადრე ციგებოდა ამ ქალაქის საშენება, მაგრამ შეუამნაძე ფულები რუსეთში გაზიკა. ანუ მოკლე ისტორია იყო ლაზიკა, ყავდა პაზიკა და შეუამნაძე ფულები გაზიკა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ მეურნეობაში გვაქვს ძალიან ბევრი წინსვლა. ძალიან ბევრი. რაც თორე აღგანდება მეღურებსა და საფრთხობელას შორის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ. ერთია საქართველოს გაუმარ! 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 სალომე, რაღაც ჟურნალში ვნახე შენი ფოტოები. მართლა? აბა რა ჟურნალში? ნორჩი პიონერი. არა, გიორგი, რა ნორჩი პიონერი. კაი, მოდი აქ რა გეწყინა. მოხუცი კომუნისტი უნდა მეთქვა. თქვენ შოუში ჩვენებურები, მივესალმე. Dorogi goni, ina pasua homo mas
ეს იყო გადაცემა თქვენი შოუ. მომავალ სამშაბათ 23 საათზე ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მე თუ არ მიყურებ, სალიტას მაინც უყურებ. მე თუ არ მიყურებ, გიორგის მაინც უყურებ. გაჩერდი ახლა. დამთავრდა გადაცემა.